ვინ მოთრის, რამდენ ახალ წელს შეხვედრია ჭაღარა თბილისი. ახლა იგი ხალისით ეგებება საბჭოთა საქართველოს მე-40 სიხარულს, 1961 წელს. ავსე თასი, შესვი გამოს, აგევსოს დღენი, ახალო წელო. ლხინია დღეს ყოველი საბჭოთა ადამიანის ოჯახში, ბედნიერია მათი აწმყო, ბედნიერია მათი მომავალი. ულოცავ ახალ წელს, ჩემს კოლეგებს, ჩემს ბებრებს, რომლებმაც დიდი შრომით და სიყვარულით განვლეს მეტად რთული შემოქმედებითი გზა. ულოცავ ახალ წელს ჩემ ნიჭიერ ახალგაზრდა კოლეგებს. მე უსურვებ მათ უპირველეს ყოვლისა დიდ სიყვარულს თავის პროფესიის მიმართ. ისურვებთ ჩემო კარგო ახალგაზრდებო, იარეთ ამ გზით და არასდროს არ დაგავიწყდეთ ჩემი სურვილები. ამ დღეს განსაკუთრებით ყურადღებიანი უნდა იყო. არ უნდა დაგავიწყდეს საახალწლო მილოცვის გაგზავნა მეგობრებთან, ახლობლებთან. საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით მე მსურს ჩვენს საზოგადოებას, ქართველ ერს, ჩვენს მშრომელებს ვუსურვო დიდი და დიდი ბედნიერება. ქართველი ერი, რუსთაველის ერი, ისტორიულად ყოველთვის იყო მშრომელი, მან კარგად იცოდა შრომის და გარჯის მნიშვნელობა. მე მსურს ჩვენს ერს, ქართველ ერს ვუსურვო დიდი შრომითი გამარჯვებანი. მაღაზიებში ფართოდ გაჩაღდა საიამრო საჩუქრების და სუვენირების ახალ ფულზე გაყიდვა. როგორც ხედავთ, მაღაზიებს არც თუ ისე მცირე რისხოვანი მყიდველი ჰყავთ. ახალ წლის ღამეს სიმღერა შვენის, ეს აღტაცება ყველას ვახაროთ. კეთილი იყოს შემოსვლა შენი წელო ახალ. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ მეგობრებო.